შემდეგი 3 დღის განმავლობაში ჩვენ ვაპირებთ ჭამოთ მხოლოდ ის, რასაც დავიჭერთ მსოფლიოს ყველაზე ექსტრემალურ გარემოში. რათა ვნახოთ, შევძლებთ თუ არა გადარჩენას და ცოცხლად გამოსვლას. და ეს მსოფლიო თავგადასავალი იწყება სწორედ ეხლა. ამ პირობებში ეხლა. მერტო ჩემო, ეს ისეთი ფსიქოა ბიჭებო. ბიჭებო, ჩვენ ეხლა ხან დავეშვით ნამდვილ 64-ში და რასაც ვაკეთებთ აბსოლუტურად ფსიქოა. შემდეგი 3 დღის განმავლობაში ჩვენ დავიჭერთ ჩვენს საკვებს და გადავრჩებით ამ კუნძულზე. თუ საჭმელს არ დავიჭერთ, პირდაპირ შიმშილით დავჩებით. ასე მუშაობს ეს ყველაფერი. მაგრამ პირველი დღეა და ჩვენ გვაქვს დიდი იარაღი, ეს ჰარპუნი. და ჩვენ ხვდებით ნავში, რამდენიმე ადგილობრივთან ერთად, რომ ჰორიზონტისკენ გავეშვათ და ვნახოთ, შევძლებთ თუ არა საჭმის დაჭერას. მაგრამ დარწმუნდით, რომ აქ დარჩებით, რადგან ეს გამოწვევა რაც უფრო წინ წავა, მით უფრო და უფრო რთული გახდება. წავიდეთ ბიჭებო, ნახოთ, შევძლებთ თუ არა პირველი დღის საჭმის დაჭერას. შეხედეთ ამ პირობებს ბიჭებო. გვაქვს გიჟური ამინდი. ცა მოწმენდილია. წყალი კი საოცრად ლურჯია. და რასაც ვაპირებთ არის ის, რომ ვიპოვით სანაპიროსპირა რეპსაკ და ჩავყავით მღვიმეებში ან რამე მსგავსში. იმედია დღეს საღამოს ცეცხლზე რამე კარგს შევჭამთ. დღეს პირობები საოცარია ძმაო. უბრალოდ ნავში ვსხედვართ და ვსვენებთ. ბევრმა თქვენგანმა შეიძლება არ იცის ეს, მაგრამ მარკო, რომელიც აქ არის, ჩემი იღბლის თილისმაა. დღეს ძმაო, კარგი თევზი უნდა დავიჭიოთ, კარგი? თუ თევზს ვერ დავუჭერ, მშიერი დავჩეუჩები. დღეს საღამოს ვერ შევჭამ, კარგი? დედა. და მე რა ვქნა, მეც უნდა დავიჭირო თევზი, მოდი. ვწდიდა დაგიჭერ თევზს ძმაო, ვწდიდა დაგიჭერ. კარგი, ვწდიდა დაგიჭერ ამეს. კარგი, ვემზადებით, წყალში შევდივართ. წავედით. ჯერ წყალში არც კი შევსულ ვართ და უკვე თევზს მთხოვს კაცი. კარგი, წავედით. უნდა დავიჭიროთ რამე. რა ტიპია ძმაო, რა ტიპია. შეხედე მაგას, ეს ნამდვილი გიგანტია. არ არსებობს რომ პირველ დღეს არაფერი ჭამოთ. ის უკან ბრუნდება. ბიჭებო, ეხლა ხან ეს ლამაზი ლურჯ-ფარფლა ტრევალი დავიჭირეთ, მაგრამ პატარა პრობლემა გვაქვს. არ ვიცით სად გაქრა ჩვენი კაპიტანი. ამიტომ რასაც გავაკეთეთ არის ის, რომ ნაპირზე მივსურავთ და რიფზე ამოვალთ. კაპიტანი ჩვენი ბედნიერი თილისმა უნდა იყოს, მაგრამ ოკეანის შუაგულში გვტოვებს. ძმაო, ეხლა პირდაპირ ზვიგენის სატყუ არა ვართ, ეხლა ხან რიფზე ამოვედით და ხედავთ რომ არსად არ ვართ, შუაგულში ვართ. ჩვენაც კი ვიცით სად არის ჩვენი კაპიტანი, მაგრამ ვფიქრობთ რომ შეიძლება თევზაობს ან რაღაც მსგავსი. მაგრამ მან შუა ოკეანეში დაგტოვა. მაგრამ არა უშავს, აქ ლამაზი თევზები გვყავს, შეგიძლიათ ნახოთ. უბრალოდ
ცურავთ იმასთან ერთად შუა ოკეანეში. ეხლა უნდა გავიგო, რას ვაკეთებთ საერთოდ. ეხლა როცა ამ რიფზე გავიჭედეთ, ხედავთ ფონზე. ეს ჩვენი კაპიტანია. ჰეი, სად იყო საერთოდ? ის ხომ ჩვენი ბედნიერი თილისმაა და ასე დაგტოვა აქ. შეხედეთ მას, ხომალდი იქვეა. კარგი, ეხლა ისევ ამ რიფიდან უნდა გადავცუროთ. სად წახვედი ძმაო, შუა ოკეანეში დაგტოვე. არი ნერვიულად. ვიფიქრეთო, ცურით მოგვიწევდა შესვა, კაცო. აქ რო GT იყო, ზვიგენის სატყუ არა ვიყავი. კარგი ბიჭებო, ეხლა ხან დავბრუნდით ეპიკური ხვინთვის შემდეგ და საბოლოოდ ეს მშვენიერი ლურჯ-ფარფლიანი ტრევალი დავიჭირეთ. შეგიძლიათ ნახოთ, ფერები უბრალოდ საოცარია, მაგრამ რაც რეალურად ხდება ბიჭებო არის ის, რომ როცა ეს ცხოველები კვდებიან, ნელ-ნელა კარგავენ ფერს. ეს საკმაოდ სამწუხაროა, მაგრამ უნდა გითხრათ, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი ცხოველია ოკეანეში. ეხლა რასაც ვაპირებთ ამ თევზთან ბიჭებო არის ის, რომ უბრალოდ პეპელასავით გავშლით. ეს საკმაოდ მარტივი ტექნიკაა, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და საუკეთესო გზაა თევზის საჭმელად. ძირითადად უნდა დაიწყოთ იქიდან, სადაც ანალური ხვრელია. სწორედ აქ. ავიღებ ჩემს დანას, პირდაპირ შევარჭობ, ხელს შევყობ და ყველა შიგნეული ამოვირებ. ოუ, შეხედეთ ამას. მუცელი საუსე აქვს, კაცო, შეხედე ამას. ეს პატარა თევზია, აი აქ. ამას ჭამდა. კიდევ ერთი პატარა თევზია. ეს კი კალმარივით ან რაღაც მსგავსია. ამ ცხოველის კუჭი გავასუფთავეთ. შემდეგი რასაც გავაკეთეთ არის ის, რომ აქვე ავირებთ ჩვენს დანას და უბრალოდ დავიწყებთ ამ თევზის ფილეებად დაჭრას. აგი, ხედავთ, პრაქტიკულად გავხსენი ეს თევზი. აი ეს მხარე ძვლების გარეშეა, ხოლო ეს მხარე კი ძვლებთან ერთად. მაგრამ როცა ის იწვება, თელის სიცხემაში გაივლის და ეს მოამზადებს ჩვენს თევზს. ეხლა რაც უნდა გავაკეთოთ, თევზის შესაწვავი სადგამი უნდა ავაწყოთ და ასევე ცეცხლი დავანთოთ და პირდაპირ მოვათავსებთ მას მუსახაშად. შეხედე ამ ხორცს, კაცო, საოცრად გამოიყურება. ეხლა უბრალოდ ამ ქვას დავტოვებ ჩვენს თევზს. და რასაც ეხლა დავაკეთებთ არის ის, რომ ავალთ ბუჩქებში და ვნახავთ, შევძლებთ თუ არა ავაწყოთ ისეთი სადგამი, რომელზეც ჩვენს თევზს მოვამზადებთ. უნდა შევაგროვოთ პატარა შეშა და სხვა სახის მასალები. აქვე შეგიძლიათ ნახოთ, გვაქვს ეს მწვანე ტოტები და ესენი ცეცხლზე უნდა დავდოთ, რომ არ დაიტოვოს, მაგრამ ჯერ ცოტა უნდა გავწმინდოთ. ეხლა უბრალოდ მოვუჩრი ყველა ამ ფოთოლს და ყველაფერს. ბოლოს ეს დაგვრჩება და სწორედ ეს გვჭირდება. ეხლა მხოლოდ ამ მწვანე ტოტების ღეროები დაგვრჩა. და რასაც გავაკეთებთ არის ის, რომ ვიპოვით ისეთ ტოტებს, რომლებსაც პატარა Y ფორმა აქვს, პატარა მოღუნულობა აქვს და სწორედ ეს გვჭირდება. აი ერთი აქ გვაქვს, კიდევ ერთი აქ არის, 2, 3 და კიდევ ერთი აქვეა. ამ ტოტებს ჩვენს კოცონის ორმოში დავაწყობთ ბიჭებო, ასე რომ დარწმუნდით, რომ კარგ მყარ ადგილს პოულობთ. ალბათ აქ ქვემოთ გვერდებზე ვფიქრობ. დარწმუნდით, რომ ძალიან მჭიდროდ დევს და არსად დავა. შეგიძლიათ ნახოთ რა ხდება ახლა ბიჭებო. გვაქვს 4 Y ფორმის ხის ნაჭერი და აქვე გვაქვს განივი საყრდენი კონსტრუქცია. რასაც ახლა გავაკეთებ, უბრალოდ დავდება მათ, გვინდა რომ ეს ყველაფერი საკმაოდ მყარი იყოს. ამიტომ ერთს აქ დავდებ და მეორესაც აქ დავდებ. და ეხლა რაც უნდა გავაკეთოთ, უბრალოდ ხის ნაჭრები პირდაპირ გადავდოთ, აი ესე. ხედავთ რას ვაკეთებთ, იდეალურია. შეგიძლიათ აქვე ნახოთ ბიჭებო. დავაწყეთ ეს ყველაფერი. უბრალოდ მინდა დავწმუნდე, რომ ეს ყველაფერი კარგად და მყარად არის გამაგრებული, რომ არ ჩამოინგრეს, როცა ვამზადებთ და ეს აქ ეს საკმარისი უნდა იყოს ჩვენი თევზისთვის. კარგი ბიჭებო, თევზის საკიდი უკვე მზად გვაქვს. რაც მე ახლა უნდა გავაკეთო, ესაა რომ ყველა ეს გადებული მორი უნდა მოუხსნა, რადგან ცეცხლს უნდა ავანთებთ და მე ყველაფერს გადავაწყობთ და თევზსაც დავდებთ. ეხლა უკვე იწვება. უბრალოდ გვინდა რომ ეს ბოლომდე დაიწვას. ზემოდან დიდ შეშებს დავაწყობთ. ეხლა მაგარი მზის ჩასვლის ატმოსფეროა და არაფერია იმაზე უკეთესი ვიდრე ზღვაში დაჭერილი თევზის მზის ჩასვლისას მომზადება. და გვაქვს ახალი თევზი, რომელიც ნახევარი საათის წინ ცურავდა, მართლა ძალიან მიხარია. ეხლა უფრო დიდ შეშებს დავაწყობთ და მე ამ თევზს შევწვავთ ძმაო. გონი დროა ეს ძელები ისევ გადავდოთ. გადავიტანოთ ესენი. აი, თევზი აქ გვაქვს ბიჭებო. უბრალოდ საოცრად გამოიყურება, შეხედეთ ამ ხორცს. დავდებთ კანის მხარეს ქვემოთ და მიუშვებთ, რომ კარგად შეიწვას. შეხედეთ ამას. ეს იდეალურია. ნელ-ნელა შეიწვება ამ თევზის შესაწვავ სადგამზე. ეს უბრალოდ მაგარია ძმაო. და უბრალოდ უნდა შევინარჩუნოთ ცეცხლი მის ქვემოთ და დაახლოებით 15-20 წუთში ყველაფერი მზად იქნება. ეს უბრალოდ არაჩვეულებრივად გამოიყურება. ვეღარ ვითმენ. ღმერთო ჩემო, მზის ჩასვლა მასზე ირეკლება. ეხლა ნერწყვი მომდის. ეს თევზი ალბათ უკვე 10-15 წუთია ამ ხარეს იწვება. ეხლა რასაც გავაკეთებ, უბრალოდ გადავაბრუნებ მას. იმედი მაქვს ჩვენი ეს წევლის საკიდი არ ჩამოიშლება. შეგიძლიათ ნახოთ ეს ხორცი აქვე, ის იწვება. ეხლა გადავაბრუნეთ ჩვენი თევზი, როგორც ხედავთ და ის მშვენივრად იწვება. კანი ქვედა მხარესაა. მომშორდი, ბოლო.
ღმერთო ჩემო, შეხედეთ ამას. ხედავთ როგორ იძურება ნელ-ნელა კანი ხორციდან. ეხლა გადავიღებთ მას ცეცხლიდან. კარგი, უბრალოდ დავიდეთ მას ბადიდან ახლავე. არა, ჩვენი თევზი ეხლა ცეცხლში ვარდება. არ ვიცი როგორ გავაკეთეთ ეს საერთოდ. თევზი თითქმის ცეცხლში დაგვეცა, მაგრამ როგორღაც გადავარჩინეთ. კარგი ბიჭებო, პირველი დღის საჭმელი გვაქვს. ეხლა ეს მშვენიერი ტრევალი გვაქვს. ეხლა რას ვაპირებ, უბრალოდ ამ კანს ავაძრობ. ხედავთ აქვეა ეს მშვენიერი თეთრი ხორცი. ეხლა ამ ხორცის ლამაზ ნაჭერს ავიღებ. აჰა, შეხედეთ ამას. ცოტა ქვიშა აქვს ზედ. მგონი იმიტომ რომ ნაკვეთ ჩალში ჩავარდა, მაგრამ ქვიშა არავის ავნებს. მოდი შევჭამოთ. ეს პირველი დღის საჭმელია, ძმაო. აუ რა გემრიელია. ქვიშის გარდა საოცარია. არის რამე იმაზე უკეთესი, ვიდრე მზის ჩასვლისას სანაპიროზე ახალი თევზი. შეხედე ამას ახლა. ამისთვის ცხოვრობთ, ძმაო. მზე ჰორიზონტზე ჩადის, ცეცხლი უკვე გიზგიზებს და აქვე გვაქვს ჩვენი ულამაზესი ახალი თევზი. ეს უბრალოდ საოცარია. მზე ახლა ჰორიზონტზე ჩადის და ჩვენ გვაქვს ეს ულამაზესი საჭმელი, რომლითაც უნდა დავთქვეთ, მაგრამ ხვალ ერთი გიჟული დღე გველოდება. ჩვენ მივდივართ ადგილას, რომელსაც იურული პარკი ქვია და გეტყვით, არ გინდათ გამოტოვოთ ის, რაც მოხდება. ყველაფერი გიჟური იქნება. არც კი ვიცი, რას უნდა ველოდო, მართლა მეშინიათ, ოილს არ გეტყვით. ხვალ დილით ადრე გნახავთ მეორე დღისთვის. წავედით. დილამშვიდობისა მეგობრებო, ეხლა მეორე დღეა და ჩვენ იურულ პარკში ვართ, ასე უწოდებენ ამ ადგილს. მეგობრებო, წყლის ქვეშ უზარმაზარი მღვიმეებია და რასაც ვაკეთებთ ისაა, რომ აქაურობას ვიკვრევთ მეორე დღისათვის. აქედან საჭმელი უნდა მოვიპოვოთ. მაგრამ შეგიძლიათ ნახოთ, ჩემს უკან ოკეანის შუაგულში უზარმაზარი კუნძულია და ყველა თევზი და ყველაფერი მისკენ ძალიან იზიდება. ასე რომ, რასაც ვაპირებთ, უბრალოდ გამოვიკვრევთ აქაურობას, ნახოთ რას ვიპოვით. როგორც ჩანს, აქ უზარმაზარი ცხოველები არიან და ზღვის ყველაზე გიჟური არსებები. ჩავყვებით წყლის ქვეშ და იმედია ბიჭებო, რამდენიმე თევზს დავიჭერთ. ან იქნებ ერთ თევზს, რომ მოგვიანებით მოვამზადოთ. ავჭურილობა უკვე მზად გვაქვს, ფარფლებიც გვაქვს. აი რა პიარ აქვს, თუ რამე კარგი შეგხვდება მეჩხერ წყალში. მაგრამ რაც უნდა გავაკეთოთ, ეს არის ამ რიფის და ასევე მღვიმეების შესწავლა. და ვნახოთ, რას შემოგთავაზებს ეს ადგილი. ეს ადგილი სრულიად ველურია და ამ გონია ოდესმე ვინმე შეესწავლოს. ასე რომ, შევიდეთ წყალში, ჰა? წავედით. როგორც ხედავთ, ზურგს უკან ეს გიჟური კუნძული გვაქვს. ვფიქრობ, ერთ-ერთ მღვიმეში შევალთ და გამოვიკვრევთ. წავედით. დროა შევიდეთ შიგნით. წავედით. ეს იგიჟეა. არ არსებობს, ძმაო. ეს ისეთი გიჟურია. აქ ისეთი ბნელა. თითქმის ვერაფერს ხედავ. ეს ყველაფერი სიგიჟეა. ბიჭებო, ზურგს უკან ზღვის გველი ყავს. ნახეთ ეს. შეხედეთ, როგორი გიჟურია ეს ადგილი აქ, ბიჭებო. აქ გვაქვს ეს ულამაზესი მღვიმე და ჭერზე ყველგან შავია. ამ მღვიმეში რომ მოვდიოდით, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე შხამიანი გველი პირდაპირ გვერდით გაგვივლიდა. მაგრამ აშკარად ეს ადგილი მათი სახლია და ეს უბრალოდ სიგიჟეა. თქვენ შეგიძლიათ აქედან დაინახოთ, აი იქედან შემოდის მთელი სინათლე მღვიმეში. და აქ ნამდვილი არენაა. ამ მღვიმეში იმდენი ღამურების განავალია, რომ არ მინდა არც ერთი ჩავისუნთქო. ოჰ, აი გველი. შეხედეთ ამას, ბიჭებო. აი გველი. შეხედეთ ამ ზღვის გველს აქ, ბიჭებო. ეს რა საშინელია, კაცო. ეს ალბათ ერთ-ერთი ყველაზე საშიში გველია მსოფლიოში. ეს გველი იქვე 10 ჯერ უფრო შხამიანია, ვიდრე ჩხრიალა გველი. სრულიად გაუგონარია. კარგი, გავაგრძელოთ დათვალიერება.
აი ამას ქვია 64. შეხედე ამ ადგილს. ეს უბრალოდ დაუჯერებელია. აქ არის ულამაზესი ბროლივით სუფთა წყალი და ყველაზე საოცარი ცოცხალი ბუნება, რაც გიოდეს მე მინახავს. ეხლა ვიცი, რატომ ეძახიან ამ ადგილს ჯურასიკის პარკს. გაგიმიჩებო, ჩვენ ეხლა ხან გავაკეთეთ ერთ-ერთი ყველაზე ულამაზესი და საოცარი დაივინგი, შევისწავლეთ ეს კუნძული იმ მღვიმეში და ვიპოვეთ ის ეპიკური ზღვის გველი, მაგრამ ჯერ კიდევ არ გვაქვს თევზი მეორე დღისთვის. ეხლა რასაც ვაპირებთ არის ის, რომ მოემზადებით და ჰორიზონტისკენ გავწევთ. აქედან დაახლოებით 20 კილომეტრი არის რიფის სტრუქტურა ბიჭებო და სწორედ იქ უნდა მივიდეთ. როგორც ჩანს, იქ რაღაც ნამდვილი მონსტრებია და სწორედ იქ იქნება ჩვენი შანსი, რომ საჭმელი ვიშოვოთ. ასე რომ წავიდეთ და იქ ნახავთ ბიჭებო, წავედით. კარგი, ეხლა ჰორიზონტისკენ მივდივართ. მეორე დრისთვის საჭმელი უნდა ვიშოვოთ. გუშინდელი ტრევალის შემდეგ თავს კარგად გგზნობ, მაგრამ დღეს ნამდვილი მონსტრის პოვნა მინდა. ასე რომ მივდივართ. წავედით ძმაო. კარგი ბიჭებო. ეხლა ალბათ 20 მეტრის სიღრმეა, ასე რომ წყალში შევდივართ. დიდი ჰარპუნის თოფი გვაქვს, დროა წყალში შევიდეთ. წავედით. შეხედეთ ამას ბიჭებო. ეს მშვენიერი ესპანური მაკრელია. ალბათ 7-8 კილოა. თქვენ ნახეთ როგორ დაცურავდა და ქვემოთ ყველა სატყუარას აშინებდა. უბრალოდ ჩაუყვიდა, გავისწორე გასროლა, მაგრამ ის უცებ გაიქცა. მაგრამ ეს ერთ-ერთი საუკეთესო საჭმელი თევზია ოკეანეში, როგორც იცით. მოგვიანებით მასზე ფილეებს მოვჭრით და იმედია ჯურასის პარკში მოვამზადებთ. ეხლა ისეთი აღფრთოვანებული ვარ, არ ვიცი თქვენ თუ ამჩნევთ. შეხედეთ ამის კბილებს. Hoo-hoo! ეს ორმაგია.
კარგი ბიჭებო, დღეს წყალში ერთ-ერთი საუკეთესო დღე გქონდა და აბსოლუტურად მაგრად მოვხაჩეთ. აქ გვაქვს ეს ულამაზესი ესპანური მაკრელი, რომელსაც აქვე ხედავთ და ასევე გამიმართლა და დავიჭირე ეს ულამაზესი მწვანე ჯოფიში. ეს ალბათ ერთ-ერთი ყველაზე გაბრაზებული შესახედაობის ცხოველია პლანეტაზე და ეხლა აბსოლუტურად აფრთოვანებულები ვართ. საკვები საკმარისად გვაქვს, რომ მარტივად გადავიდეთ მეორე დღეში. ეხლა რასაც გავაკეთებ, ეს თევზები კარგად გავასუფთავებთ. ბევრ მათგანს ან კუნძულის ადგილობრივებს გადავცემთ ბიჭებო. დაუწმუნდით, რომ თითოეულისთვის მხოლოდ ერთი თევზი დავიჭირეთ და კიდევ ერთი ადგილობრივებისთვის გადასაცემად. ეხლა რასაც გავაკეთეთ, შიგნით შევალთ, ამ თევზებს გავასუფთავებთ, ადგილობრივ სანაპიროზე წავალთ, ცეცხლს დავანთებთ და მეორე დღისთვის საჭმელსაც მოვამზადებთ, ბეიბი. წავედით. ძალიან აღფრთოვანებული ვარ. ეს არის საუკეთესო ნაწილი ამ კუნძულებზე ყოფნისას. უბრალოდ თევზის გაჩუქება. აქ ერთ-ერთი ადგილობრივია. წავედით. ბაგუს, შენთვისაა. ეს კარგია. ხარ ბედნიერი. ნიერი. ეპი, ბაგუს. კარგი, ეს არის ამის ნაწილი ბიჭებო. თევზს ადგილობრივებს ვაძლევთ. ეს ოჯახს დააპურებს, კარგი. ოჯახი. კარგი, გვაქვს გიგანტური ესპანური მაკრელი და ასევე ეს მწვანე ჯოფფიში. მხოლოდ ერთი გზა აღსანიშნავად ძმაო. ბინტანგს ვიღებთ. და რასაც გავაკეთებთ არის ის, რომ გავაკეთებთ ქაფიან თევზის შადრევანს. ეს არის ყველაფერი, რასაც გავაკეთებთ. ბინტანგს ჩავდებთ მწვანე ჯოფფიშის პირში. გაწმუნდი რომ ეს რაღაც კარგად ჯდება. შეხედე ამას ძმაო, როგორც ხელთათმანი. წავედით. პატარა ქაფიანი თევზის შადრევანი. გაგიმარჯოთ და ყველას მიყვარხართ. ასე ვზეიმობთ, ბეიბი. ეს არასდროს ყოფილა ესეთი ტკბილი ძმაო. ჩვენ ამ სანაპიროზე ცეცხლს დავანთებთ ბიჭებო და ამ ლამას თევზს ვიზეიმებთ. ამასთანავე ამ ლუდსაც დავასრულებ. ეს არის საუკეთესო ლუდის გამაციებელი ღია ზღვის თავგადასავლებზე, ბეიბი. მხოლოდ ერთი გზაა საზეიმოთ. თქვენ ნახეთ, როგორი კარგი იყო დღეს იქ. იქ დღეს მართლა სულ ცეცხლი იყო. ალბათ ის თევზი არ გჭირდება საჭმელად თუ გულწრფელად ვიტყვი. ამ ესპანურ მაკრელში იმდენი ხორცია. მაგრამ რასაც ეხლა გავაკეთებთ, ძალიან მაგარი ტექნიკა. ჩვენ თევზის შანკს გავაკეთებთ. ეს ცოტათი გავს ცხვრის შანკს, მაგრამ თევზის კუდით. გაჩვენებთ როგორ ვაკეთებთ ამას. ეხლა კუდს აქ დავიჭერ. პირდაპირ ჩავჭრი ბოლომდე, აი ესე. გადავაბრუნებ და ზუსტად იგივეს გავაკეთებ ამ მხარესაც. ჩამოვდივარ, ვჭრი და კუდიდან ზემოთ ვჭრი. ეხლა რაც უნდა გავაკეთო, უბრალოდ უნდა გავტეხავთ, ხო, აი ესე, ვატრიალებ და მზადაა. ეხლა რაც უნდა გავაკეთოთ, ეს უნდა გადავაქციოთ ალბათ ბატნის ან თევზის შანკად. რასაც გავაკეთებთ, კუდს დავიჭერთ, ერთ მხარეს დავჭრით, შემდეგ მეორე მხარეს ჩამოვალთ. ამას გავტეხავთ. ხედავთ, ეს არის ძვალი და ეს ალბათ შანკია სწორედ აქ. შეხედეთ რა ლამაზია ეს ხორცი. ცოტა ქვიშიანია, მაგრამ ხედავთ, ეს ნამდვილად საოცარი ესპანური სკუმბრია. კარგი, ეხლა ცეცხლს ავანთებთ და ამას პირდაპირ გადავდებთ, ახალ სამზარეულო ტექნიკას ვცდით. ეს არასდროს გამიკეთებია. ხედავთ, ეს თოკის ნაჭერი ახლახან ვიპოვე სანაპიროზე. რასაც ვაპირებ, ესაა რომ ამ ჯოხს აქ ვიპოვი და უბრალოდ რამდენიმე უბრალო კვანძს შევუკრავ. ხედავთ, ზუსტად ასე, არაფერი განსაკუთრებული. ავიღებ ჩვენს თევზის შანკს, აი აქ ხედავთ, ზუსტად იგივეს გავაკეთებ ამითაც. კარგი, ეხლა შეგიძლიათ ნახოთ. ეს ახალი სამზარეულო ტექნიკაა, ასე რომ აქ გვაქვს ჩვენი თევზის შანკი და ეს ჯოხი. ჩვენი გეგმაა, რომ ცეცხლს ავანთებთ და შემდეგ ამას ზემოდან დავკიდებთ, ზუსტად ასე. და ეს ასე მოიხარშება ცეცხლზე. ხედავთ ხორცის უმეტესობა სწორედ აქაა. ცოტა ქვიშიანია, უნდა გავწმინდოთ, მაგრამ იმედია ასე დარჩება და მოიხარშება. კარგი ბიჭებო, ავაშეეთ ეს ეპიკური კოცონის ადგილი. ეხლა ამ ფიჩს პირდაპირ ცეცხლზე შევუკეთებთ, ეს ყველაფერი უნდა აალდეს ბომბასავით. ეხლა ავანთებ მას. წავედით. აი ესე ხედავ, უკვე იხარშება ძმაო. ცოტა ტოტები პირდაპირ ზედ დავდოთ. უბრალოდ დაველოდებით, რომ ეს ცეცხლი ცოტა ჩაქრეს და მერე ჩვენს თევზის ნაჭერს პირდაპირ ზედ დავდებთ. კარგი ნაკოჩალი გამოვა. კარგი, ეს არის მსოფლიოში პირველი თევზის შანკი ცეცხლზე. წავედით. ეს კვამლი მემწვავს. კარგი, დავალაგოთ სუსტად აქ. კარგად გამოიყურება. აიღე რამდენიმე ეს ქვა. დავაკეთეთ. შეგიძლიათ ნახოთ, ეს თევზის ნაჭერი პირდაპირ ცეცხლზეა. ეს მართლა მაგარია ძმაო. შეიძლება ეხლა თევზაობაზე წავსულიყავი, ბავშვებთანაც ვითამაშებდი, რომ მხოლოდა, ხო იცი, რასაც მინდა, იმას გავაკეთებდი. და ეს რაღაც ნელა შეიძლება. ამას აქ დავტოვებთ, ნახევარი საათი დავაცადოთ და მზად იქნება. ეს მართლა მაგარია ძმაო. ამას უსახკაროს მეთოდს დავარქმევ. თითქმის გავს უსახკარო კაცს, რომელსაც ჯოხი უჭიავს და უკან ტომარა აქვს. ზუსტად ასე გამოიყურება ახლა თევზი. შეხედე.
ის იდეალურად იხარშება. შეხედე, შეგვიძლია ოდნავ შევეხოთ. ეს ერთ-ერთი საუკეთესო მომზადებული კერძი იქნება, რაც კი ოდესმე გავუკეთებია. ჩვენ პირდაპირ ცეცხლზე ვხარშავთ უსახკარო თევზს. ეს მაგარი ბიჭიც გვაქვს. გაგიმარჯოთ, ბიჭებო. ამისთვის ცხოვრობთ, მაო. ხედავთ ჩვენი თევზი ნელ-ნელა იხარშება. კარგად იწვება. მაგრამ ერთადერთი რაც ცოტა მაწუხებს, ეს ძაფია აქ. ძლივს უჭირავს. მაგრამ თუ ცეცხლში ჩავარდება, მოგვიწევს სამაშველო ოპერაციის ჩატარება. სხვა გზა არ გვაქვს. არ ვიცი ხედავთ თუ არა, მაგრამ შორს კუნძულია. ეს სწორედ ის კუნძულია, რომელსაც დღეს ვიკლევდით, სადაც იყო მღვიმეები, ზღვის გველები და ყველაფერი. ეხლა კი ისევ სანაპიროზე ვართ და თევზის ნაჭრებს ვაკეთებთ, ძმაო. ეს ძალიან გემრიელი იქნება. აღარ შემიძლია როდის შევჭამ. გუშინდელი ბლუფინ ტრეველის შემდეგ არაფერი მიჭამია. ეხლა მაგრად მჭირდება თევზი მუცელში. კარგი ბიჭებო, ჩვენი თევზი უკვე 20 წუთია იხარშება. მგონი დროა რომ ცეცხლიდან მოვხსნათ. ეხლა აქედან ავიღებთ. მოდი ამოვიღოთ. კარგი დავდოთ აქ. ზუსტად ასე. ბევრს თქვენგანს გაუჩნდება კითხვა. მოიცა, როგორ უნდა მოიხარშოს ზემოდან, სადაც ძაფია მიმაგრებული. მაგრამ ეს მოთმინების მქონე კაცის მომზადების მეთოდია. და მე გაჩვენებ რატომ. კარგი, გვაქვს ჩვენი დანა აქვე, რასაც ეხლა გავაკეთებთ. მივალთ ამ ნაწილთან აქ. ეს ის ადგილია, სადაც თევზი ცეცხლზე იყო. რასაც ეხლა გავაკეთებ, უბრალოდ დანა ჩაუშვებ ზუსტად აქ. ხედავთ, ეს ის ნაწილია, რომელიც ცეცხლზე იყო. უბრალოდ პირდაპირ ჩავჭრი. ეს უბრალოდ ხორცის ნაჭერია, რომელიც ცალკე ამოდის, შეხედეთ ამას. ეს მშვენიერი ხორცის ნაჭერია. ხედავთ? ეხლა ამას შევჭამთ. წავიდეთ. ცოტა ცხელია. გარდა იმ ქვიშისა, რაც შიგნითა, ეს უბრალოდ საოცარია. ხედავთ? ეს ხორცი უბრალოდ საოცარია. ესპანური მაკრელი ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო თევზია ოკეანეში და ჩვენ უბრალოდ ამ უზარმაზარ სტეიკებს ვიღებთ. ზუსტად ასე. კარგი ბიჭებო, აქ ადგილობრივი ბავშვები ჩამოვიდნენ. მოდით აქ, ისინი ახლა თევზს დააგემოვნებენ. კარგი, დავიწყოთ. მზად ხართ? აინებეთ. კარგია? Mexican. კარგია? ცოტა ქვიშიანია. გონია რომ შიგნით ცოტა ქვიშაა ბიჭებო. ისინი ამბობენ რა არის ეს ხრაშუნი. მაგრამ კარგი, აი რას ვაპირებთ. როგორც ხედავთ, ჩვენ პირდაპირ ავიღეთ მთელი ის ხორცი, რაც მოიწვა. ეხლა ისევ ცეცხლზე დავაბრუნებთ. და ამ პროცესს შეგიძლიათ რამდენჯერმე გაიმეოროთ, ასე მიიღებთ ულამაზეს ხორცის ნაჭრებს. კარგი, ეხლა პლაჟზე ადგილობრივი ბიჭები ყავს. ისინი უბრალოდ აღფრთოვანებულები არიან. მათ პატარა ქაფიან თევზის შადრევანს შევთავაზებდი, მაგრამ გონია რომ ჯერ პატარა არიან ამისთვის. ასე რომ გონი მარტო მომიწევს ამის დათქმობა. მაგრამ თქვენ იცით, სწორედ ამისთვის ცხოვრობთ, რომ ეს ყველაფერი ადგილობრივებს გაუზიაროთ ამ კუნძულებზე და უბრალოდ კარგად გავატაროთ დრო, სანამ ამას ვაკეთებთ. ძალიან მიყვარხართ. და ხო, ეხლა ეს მართლაც განსაკუთრებულია. მოგიყვებით. ეხლა კარგად ვართ, დანაკრებულები და ასევე დროა დავიძინოთ ჩემ პატარასთან ერთად. ეს ლამაზი მწვანე ჯოგფიშია. ამისთვის ცხოვრობთ, კაცო. წავიდეთ.